ჩვენი სტრატეგია ახლა ის იქნება, რომ თბილისის საკრებულოში ვისაც ავირჩევთ ადამიანებს, შეიძლება ყველაფერზე ეს ხალხი ვერავის ვერ დაეხმაროს, მაგრამ რამდენიმე საკითხი მინდა ჩამოვთვალოთ, რაც ამ ადამიანების სპეციალიზაცია იქნება. მაგალითად, ერთ კაცს აგვარჩევინებთ, ეს ერთი კაცი დაგეხმარებათ მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებულ თემაზე. ორ კაცს აგვარჩევინებთ, მშენებლობის ნებართვები და რაღაცა ჯარიმების საკითხი შეიძლება იყოს. სამ კაცს გააჩნია ადამიანები როგორ დაკომპლექტებიან. სამ კაცს აგვარჩევინებთ, რა ვიცი, იქნება მშენებლობის ნებართვები, იქნება ჯარიმები როგორც გითხარით და შეიძლება იყოს გარე ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებული რაღაცა. 4-ს აგვარჩევინებთ. აგერ ვიღაცას ჯანმრთელობის დაფინანსება ჭირდება, სოცდაუცველია ვიღაცა და იმას რაღაცა ტიპის ფინანსური დახმარება ჭირდება მერიიდან. აი, შეგეძლებათ ამ კაცს დაურეკოთ ის ხალხი, ვინც ამათ აგვარჩევინებთ. იმის მიხედვით რა წვლილს შეიტან თამაში და როგორ წარმატებას მივაღწევთ, ვეცდებით გაგიწიოთ დახმარება. ოღონდ ჩვენს ამომრჩევლებს, დადასტურებულებს ამ შემთხვევაში.